დიმიტრი ცქიტიშვილი პოლიტიკოსია, ჩვენ გადაცემის მომდევნო სტუმარი. მოგესალმებით, დიმიტრი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მართლა ძალიან მძიმე იყო მოსასმენად იმ ადამიანების მონათხრობი, ვისაც ჩვენ უსმენდით, იმიტომ რომ უმძიმესია ნამდვილად ვითარება ახლა ირანში. მინდა რომ ამით დავიწყოთ ამ პროცესის შეფასებით, იმიტომ რომ ეს მართლა ყველაზე და ყველაფერზე ახდენს გავლენას ის რაც ახლა ირანში. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე თქვენთან ერთად უსმენდი თქვენ წინა სტუმრებს და მართლა ძალიან მძიმე მოსასმენია და ის რაც ეს ბოლო დღეების განმავლობაში ხდება ეს კადრები რომელიც ვრცელდება უმძიმესია და ნუ არ ვიცი ეს არის ალბათ ყველაზე რეალური სახე იმ რეჟიმის რომელიც ამ წლების განმავლობაში გარკვეულწილად ახრეხებდა ხოლმე სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა თქვათ მეთოდებით შეეფუთა თავის თავი და თქვათ ისეთი ბრუტალური არ გამოჩენილიყო, მაგრამ ეს არის რეალური სახე ამ რეჟიმის რომელიც აბსოლუტურად დაუნდობლად ხოცავს თავის მოქალაქეებს რომელსაც აქვს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნები ეს არის უკიდურესი გაჭირვება სრულიად წარმოუდგენელი და სრულიად არაკომპეტენტური ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ამ ქვეყანაში იყო ამ წლების განმავლობაში, რომელმაც უკიდურეს სიღარიბემდე მიიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და ალბათ მე ექსპერტი ამ შიდა თქვა ირანის საკითხების არა ვარ ნამდვილად, მაგრამ რა ზედაპირზე არის ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ ახალგაზრდების სეკულარული პროტესტი, როგორც აქამდე იყო, რომელიც ასევე ძალიან ლეგიტიმური იყო, ეს არის სხვადასხვა სოციალური ფენების ძალიან ბუნებრივი აჯანყება იმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე არასწორად არის ლეგიტიმური ხათო შორის მათმა პრეზიდენტმაც კი ახსენა რომ ეს ძალიან ლეგიტიმური იყო, მაგრამ როგორც ჩანს რეჟიმი იმდენად ასე ვთქვათ დამახინჯებულია და ამყოფურია, ასე ვიტყოდი რომ მათ არანაირი საღი აზრი შიგნით არ ტრიალებს და გადაწყვიტეს რომ უბრალოდ აი ესეთი უხეში ფორმით გადადგან უხეში ძალიან რბილი სიტყვა, ესეთი ბრუტალური ნაბიჯები გადადგან და უბრალოდ მასიურად რეჟიმი რაც თავად აი ამ ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია, ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც ათობით თუ ათასობით თუ 10,000-ობით უკვე ადამიანი დახოცა მარტო იმიტომ რომ თავისი მდგომარეობა შეინარჩუნოს და ამ ლეგიტიმურ მოთხოვნას პასუხი არ გასცეს. ახლა კიდევ უფრო ცუდი და ძალიან მძიმე საყურებელია ჩემთვის რომ საქართველოს ხელისუფლებას რომელიც ამას როგორც მინიმუმ პოზიციით უნდა ეხმაურებოდეს, პოზიცია არ გააჩნია. აბსოლუტურად. ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ ესეთ ბრუტალურობაზე ხა ეს არ არის რაღაცა ორ ქვეყანას შორის რაღაცა როდესაც შენ დიპლომატიურ ესე თქვა სიჩუმეს ამჯობინებ იმის რომ ან ერთი ან მეორე მხარე არ და მეორე მხარესთან არ გააფუჭო ურთიერთობა საომალოდ, მაგრამ აქ არის უბრალოდ ერთ მხრივ არის რეჟიმი და მეორე მხრივ არის დახოცილი მოსახლეობა, მათ შორის ჩვენი ასე ვთქვათ ისტორიული თანამომავლობები ძალიან ბევრი ალბათ, ხა ამის ასე ვთქვათ დათვლასაც არავინ არ შეუდგება და არც არის საჭირო, მაგრამ პოზიცია არა გაქვს, აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ რეალობას, აბსოლუტურად მოწყვეტილი ხარ იმ ცივილურ სამყაროს, რომელშიც ადამიანი, ჰუმანიზმი, რაღაცა ღირებულება შეიძლება იყოს. მათ ეს ღირებულება როგორც ჩანს არ აქვს. ჩემთვის ეს ძალიან ძიმე საყურებელია, როგორ ერთი კი ბატონო და გარდა იმისა, რომ დიმიტრი, ხო, ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალური განცხადება არ გავრცელებია ქართულ ოცნებას დღეს კითხეს ჟურნალისტებმა წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებულ დეპუტატებს და აი მართლა წარმოუდგენელი პასუხი იყო ორივე მხრიდან ძალადობას გმობთო. აი მართლა ამ ვითარებაში ახლა აი მართლა არ ვიცი რა ახსნა აქ ამას ყველა. ხო, ზოგჯერ ფიქრობთ ხოლმე რომ იქნებს ჯობს რომ საერთოდ არაფერს არ ამბობენ, იმიტომ რომ ისეთ საშინელება შეიძლება თქვან რომ კიდევ უფრო დააზიანონ ეს ქვეყანა, მაგრამ ხო სტრატეგიული სიჩუმე იქნება თუ სტრატეგიული რაღაც აბსურდი პასუხებით და გეოპოლიტიკური ხაზით იკვეთება, რას აკეთებენ. ჩვენ ხედავთ რომ თუ ვინმე დგას ახლა ირანის უკან ეს არის რუსეთი პირდაპირ წდომა არ აქვს ირანთან, საჰაერო შეიძლება იყოს ხოლო და საქართველოს არის პოტენციურად და უკვე როგორც ჩანს პრაქტიკულად დამაკავშირებელი, რა თქმა უნდა სომხეთში დაკარგული აქვს გავლენები, თუმცა მე გეტყვით რომ ძალიან ინტენსიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, ოლიგარქია, შავი ფულის ყველაფერი რომ რუსეთმა თავისი გავლენები დაიბრუნოს სომხეთში უახლოეს წელს უახლოეს გაზაფხულზე და შემდგომ უკვე ზაფხულშიც არის ჯერ არჩევნები, მე რეფერენდუმი და ცდილობენ რომ პოლიტიკური კრიზისის და იქ შიგნით პოლიტიკური ვითარების შემოტრიალებით, ასე ვთქვათ, მთლიანი ხაზი, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი, სამხედრო კორიდორია ძირითადად რეჟიმის ასე ვთქვათ გამაძლიერებელი კორიდორი, ეს განავითარონ და აღადგინონ და საქართველოს სამწუხაროდ ამას უწყობს ხელს. ახლა შემოსვლამდე ახლა სტატიას ვკითხულობდი, რომელიც საუბრობს TTIP-ის ეგრეთ წოდებული ტრამპის მშვიდობისა და განვითარების კორიდორზე, რომელშიც საქართველოს სრულიად აღარ არის და რომელიც პრაქტიკულად ამის კონკურენტია. ანუ ასე ვთქვათ და ჩვენ ნახეთ რომ მარკო რუბიომ უკვე საგარეო საქმეთა ცალსახად უნდა ვთქვათ რა TTIP არის სამშვიდობო კორიდორი, ეს არის მშვიდობის პროექტია. სამხრეთ ჩრდილოეთ სამხრეთ ეს არის ომის კორიდორი, ეს სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზეა. საუბარი არანაირი მშვიდობა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელსაც ესე გვამადლიან თითქოს ქართული ოცნება არ არის. იმიტომ ეს კორიდორი, რომელსაც ეხლა ახორციელებს რუსეთი საქართველოს დახმარებით, ძირის მოთხრით, დემოკრატიული ძალების სომხეთში და მხარდაჭერით ირანის რეჟიმი
რეჟიმის ეს არის ომის კორიდორი, რომელიც სამხედრო ტვირთების გადაზიდვისთვის არის გამიჯნული და TRIP ეს არის ეკონომიკური განვითარების პროექტი, რომელიც უნდა გააძლიეროს ის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის გაფორმდა მემორანდუმის. ანუ ჩვენ აბსოლუტურად არჩევანი ძალიან ცალსახა გვაქვს. მშვიდობის საპირისპირო ჩვენ ვართ სამხედრო და აგრესიული პოლიტიკის მომხრეები, სამწუხარო ჩვენ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ვსაუბრობთ, საქართველოს კიდე დაპატრონებულია პოლიტიკური ძალა, რომელიც ცალსახად ბოროტებისა და აგრესიული, ესეთი ბრუტალური პოლიტიკური რეჟიმების მხარეს არის. რუსეთზე, რომელიც უკვე 100,000-ობით ადამიანი თავისი და უკრაინელი ხალხი გაწყვიტა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა თავისი იმპერიული, გაუგონარი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ამბიციები აქვს. ხო, მაგრამ აი პერსპექტივა რა არის, ბატონ დიმიტრი, ამ გლობალური ცვლილებების, აი ასეთი ძვრების ფონზე, განსაკუთრებით როგორითაც დაიწყო 2026 წელი და მოსალოდნელი პერსპექტივის გათვალისწინებით უკვე საქართველოს კუთხით, რას ფიქრობთ, აი ეს საგარეო პროცესები რა საკვირველია აისახება საქართველოზე, აისახება რეჟიმებზე და ბოლო დღეებში ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ კი ის რაც ხდება ახლა, თუნდაც ირანში ეს არის ბოროტების ღერძის ნგრევა და იმედია ეს ბოროტების ღერძი და ეს ტერორისტული რეჟიმი მალე დასრულდება. იქაც ეს აისახება რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ და მათ მოკავშირეებსაც, რა თქმა უნდა, და შესაბამისად საქართველოსაც. აი, როგორ გესახებათ აქ პროცესების განვითარება? ხო, საკმაოდ რთული კითხვა და მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ჯერ პასუხი ამაზე არ აქვს არავის, იმიტომ რომ ეს რაღაცა ფუნდამენტური ძვრები ხდება, არ ვიცით როგორ განვითარდება და როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. თქვათ იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გარკვეულწილად ცოტათი წინააღმდეგობაში მოდის ტრადიციულ, თქვათ დასავლურ ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობასთან, გრენლანდიის საკითხი, უკრაინაში, ასე ვთქვათ, საბოლოო გადაწყვეტილება, თქვათ, მსურველთა კოალიცია და ამერიკის პოზიცია როგორც შუამავლის საბოლოო ჯამში რაფორმას მიიღებს, მაგრამ აქ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი გადაწყვიტოს რა, რომ საქართველოს ამ პოლიტიკური турბულენტობის და გეოპოლიტიკური ძვრების პროცესში უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ თავისი სტრატეგიული როლი შეინარჩუნოს. ახლა ამ ეტაპზე ჩვენ დაკარგული გვაქვს. ერთადერთი და ყველაზე ცუდი რაც არის, რომ საქართველოს სტრატეგიული როლი, რაც ახლა აღწერეთ, ეს არის რუსეთის დაკავშირება ირანთან, ანუ სამხედრო კორიდორის აშენება ჩრდილოეთ სამხრეთის, რომელშიც საქართველოს უფრო იქნება რუსეთის მხარეს ბუნებრივია, ხელი უნდა შეუშალოს კავკასიის სამშვიდობო პროექტს, როგორც არის TRIP და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დააკავშიროს რუსეთი, უკვე სომხეთის გავლით ირანთან. და ეს კორიდორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეს არის ამ ეტაპზე მათი სტრატეგიული როლი, რომელიც სიჩუმეში გამოიხატება და სიჩუმეში ეს ითქვის. იგივე, ასე ვთქვათ, დღეს რუსეთი ძალიან აქტიურად მუშაობს ესე სომხეთში შესატრიალებად, რომ ჩაშალოს ეს TRIP. ჩვენ ვიცით, რომ TRIP-ის კორიდორის მიმართ რაღაცა ტარიფების კუთხით დესტრუქციაც კი მოაწყო საქართველოს და ანუ როგორც ჩანს, აი ამ ხარეს დგას და ეს ძალიან მკაფიოდ იკვეთება. სინამდვილეს ჩვენ რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ერთი, საქართველოს უნდა ინტენსიურად მუშაობდეს ახლა ევროპულ ქვეყნებთან იმისთვის, რომ ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს თავისი უნიკალური როლი და ფუნქცია შეთავაზოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ ფართო შავი ზღვის ეს თქვა ტერიტორია აქვს და შესაძლებელი ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყოს ამ ნაწილში და უნდა შეიკრას, თქვა, და რაც ფაქტია, რომ ამაზე განსაკუთრებული დისკუსია მიდის ბრიტანეთიდან, თქვა, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით და სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, ანუ თქვა, ევროპული კონტინენტური დისკუსია მიმდინარეობს, როგორი უნდა იყოს ეს ევროკავშირის უნდა იყოს თუ უფრო ევროპული კონტინენტური უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს და როგორი ასე ვთქვათ, ურთიერთობა უნდა ქონდეს, ვთქვათ, იგივე ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ძველ ფორმატებზე. ეს არის სადისკუსიო თემა და შავი ზღვის უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება და თუ ჩვენ ამ როლს არ შევიძენთ, ასე ვთქვათ, ამ სტრატეგიულ როლს არ შევთავაზებთ ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ამას გარეთ დარჩებით, რასაც ცდილობს ქართული ოცნება დღეს. მეორე არის, რომ თუნდაც იგივე რეგიონალური ეკონომიკური პროექტებიდან, რომელიც სტრატეგიულად ეს 90-იანებიდან დაწყებული, ჩვენ გქონდათ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ტრასიკას პროექტი იყო, მაშინ ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოც იყო, რომ ასე ვთქვათ, აზიის და ევროპის ეკონომიკური ასე ვთქვათ თანამშრომლობის სატრანსპორტო კორიდორი ჩამოყალიბებული იყო და მე 2000-იანებში და 2010-იანებშიც კი ეს პროექტი ძალიან ინტენსიურად ეს იდეა ვითარდებოდა. აქაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეგვიძლია შევასრულოთ. ეხლა რო წარმოვიდგინოთ დღეს ამ TRIP-ის კორიდორის განვითარებაში ჩვენ სტრატეგიული ფუნქცია არ აქვს. იმიტომ რომ შესაძლებელია გახდეს სომხეთ, აზერბაიჯანსა და მე თურქეთის მეშვეობით დასავლეთთან დამაკავშირებელი კორიდორი. მაგრამ საქართველოს მონაწილეობით ეს კორიდორი კიდევ უფრო საინტერესო ხდება და კიდევ უფრო ფართო გეოეკონომიკური პოტენციალი ენიჭება. ამიტომაც
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეს სტრატეგიული როლი შესთავაზოთ, რომელმაც ამ ეკონომიკურმა პროექტმა, ამ ეკონომიკურ პროექტში საქართველოს აქტიურმა ჩართულობამ და კონკრეტული ფუნქციის შეთავაზებამ შესაბამისად უნდა გამოიწვიოს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესთა თანხმდევრ, მათ შორის ევროპის და ამერიკის ორივე მხრიდან, მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობები, აი თუნდაც გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად ორივე მხარის, როგორც ბრიტანეთის, როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია, რომ კავკასია როგორც კორიდორი არსებობდეს, ფუნქციონირებდეს და აქ მათი ინტერესების კონფლიქტი არ ხდება, მათი ინტერესების თანხმდევრა ხდება და ამ თანხმდევრაში საქართველოს შეუძლია საინტერესო წვლილი შეიტანოს. თუმცა შეუძლია, მაგრამ აქედანაც სხვა არჩევანი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ეს არჩევანი არის უკიდურესად დამაზიანებელი და უკიდურესად სახიფათო, რაც ყველაზე მთავარია. რეზუმე რო გავაკეთე, რა არჩევანია ალტერნატიული არჩევანია, როგორ გითხარით, სამხრეთ-ჩრდილოეთ სამხრეთის სამხედრო კორიდორი, ძირითადად სამხედრო ტვირთებია, სხვა განსაკუთრებული ტვირთები იქ არ ივლის. მეორე არჩევანი არის, ასე ვთქვათ, შავი ფულის მოზიდვისა და შავი ფულის გათეთრების სივრცე, რომელიც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული არაბული საინვესტიციო პროექტით არის სინამდვილეში არაფერი არაბული ესა რუსული ფულის გათეთრების სქემა არის. რომელსაც აქტიურად აპირებენ. ასევე ზოგჯერ უწყინარი, მაგრამ ზოგჯერ ძალიან საშიში ტვირთების გადაზიდვის, ასე ვთქვათ, კორიდორი, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა მხარედან მოდის და საქართველოს გავლით მიედინება რუსეთში. ხშირ შემთხვევაში ეს აღრიცხულია როგორც ტვირთები შუა აზიაში, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ტვირთები რუსეთში, იმიტომ რომ იქ ევრაზიული კავშირის ნაწილია და იქ უკვე საბაჟო კონტროლები ნაკლებად არის და შესაბამისად ტვირთი, რომელიც გამიზნულია პირობითად ყირგიზეთში, ის შეიძლება რუსეთში აღმოჩნდეს და ამას ვაკვირდებთ, რომ ის მოცულობა მანქანების, რომელიც საქართველოში შემოდის და მე რეექსპორტად ყირგიზეთში გადადის, ამდენი ყირგიზეთს ამდენი მანქანა არ ჭირდება. ეს ყველაფერი რუსეთში. ანუ აი ამას აკეთებს, ანუ შავი ფულის, სანქციების არიდების და სანქციებისგან შექმნილი თავისუფალი სივრცეების ათვისების ხარჯზე გეოპოლიტიკურად სამხედრო ალიანსში შესვლა, ასე ვთქვათ, უჩუმრად ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს არ იქნება გაფორმებული, მაგრამ ეს იქნება სერვისის შეთავაზება, რომ სამხედრო კორიდორმა იმუშაოს და ასე ვთქვათ, იზოლირება და დესტრუქცია რეგიონში, მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პროექტების და დესტრუქცია ევროპული საფრთხეების შავ ზღვაზე. კი ბატონო და აი ამ მთელი ამ პროცესების პარალელურად აი ამიტომ დავიწყებ ამ გლობალური პროცესებზე საუბრით და რა ხდება ამ დროს საქართველოში და რით არის ამ დროს დაკავებული ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი, ხომ? ჩვენ რასაც ხედავთ, ახალი თავდასხმები წამოიწყეს მათ შორის ევროკავშირზე, რომელმაც ეროვნული დროშის დღე მოგვილოცა და იქ აქციაზე რომ ადამიანებს საქართველოს ხუთჯვრიანი დრო შეუჭირავს, ეს თურმე არის რაღაც ეროვნული ინტერესებზე თავდასხმა. ხო, მაია სანდუზე თავდასხმა, რაღაც აი მართლა გაუგონარი მიზეზებით და პარალელურად ისევ შიდა ომი, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ყოფილების წინააღმდეგ. აი რას ვადევნებთ მთელ ამ კონტექსტში, რას ვადევნებთ თვალყურს? იცით, აი ყველაფერი რაც აქამდე ვისაუბრეთ, ამის გადაფუთვა ხდება შიდა პოლიტიკით, აი ამით. ანუ ევროკავშირი უნდა ვთქვათ, რომ ცუდია და იმიტომ არ გვინდა ევროკავშირი და ევროკავშირის როგორც მშვიდობის პროექტი, იმიტომ რომ მას უნდა დავარქვათ ომის პროექტი. სინამდვილეში ეს სიმბოლო ქართული დროშა არის ბრძოლის სიმბოლოა და გამარჯვების სიმბოლო. ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლოა, როგორც არ უნდა დაინახო ის კარტი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ თავისით კივათ რა, რომ გონიათ, რომ ზოგადად ისო კონსპირაცია უნდა დაინახონ ამ სურათებში. მაგრამ რეალურად ეს არის გამარჯვების. მე მგონი დროშის ისტორიაც არის. რეალურად დისკრედიტაციის მცდელობა ევროკავშირის შორის ყველაზე საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგი მას სინამდვილეში საპირისპირო არის, ხო? აი ეს, ასე ვთქვათ, ეს ქმედებები ფუთავს იმას, რაც საბოლოო ჯამში გეოპოლიტიკურად ფუნდამენტური ინტერესებია, იმიტომ რომ რას ვთქვით, ეს არის საინტერესო მათთვის, რუსეთთან კავშირები, გეოპოლიტიკური კავშირები, შავი ფულის გათეთრება და ამას რაღაცნაირად ზემოდან უნდა დაადო რაღაცა გარკვეული, ასე ვთქვათ, პროცესები. ეს არის პროცესები დაპირისპირება ევროკავშირთან, პროცესია კრიტიკა და თქვათ მიუღებლობა და deep state-ის ზახილი და დასავლეთისთვის, რომელიც შენი პარტნიორია და ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქაც ის არის, რომ შიდა პოლიტიკაშიც ეს ხდება, რა, რომ აი ამ ვითარებაში საქართველოს რეჟიმი ხდება ცოტათი განსხვავებული, ცდილობს რომ ეს ცოტათი მანამდე არსებული ქაოტური კორუფციული სქემები მოაქციონ ერთხელში და პლუს ეტაპობრივად კი ძალიან მკაფიოდ საქართველოს ჩამოყალიბდა ნეოფეოდალურ რეჟიმად. მე ამას პროვინციულ ფეოდალიზმით დავარქვი, იმიტომ რომ ეს ფეოდალი ვერ წყვეტს საბოლოო ჯამში თავის ბეს. ის საბოლოო ჯამში დაქვემდებარებულია რუსეთის პოლიტიკურ და კრიმინალურ კონიუნქტურას. სამწუხაროდ კრიმინალურსაც კი. და რითი თქმა მინდა ამითი, რომ საბოლოო ჯამში ის იქცევა თავის სივრცეში, ანუ საქართველოს მასშტაბით, ისე როგორც სულთანი, ფეოდალი მეფე, ოღონდ ხუშტურებიანი ფეოდალი და სულთანი, იმიტომ რომ კარგი ფეოდალებიც არსებობდა, ხო, ისტორიაშიც წარმატებული. და შესაბამისად, ოღონდ როდესაც დიდ სამასახება საქმე, როცა მისი ინტერესები უფრო ეჯახება, უფრო მსხვილს, მაგალითად, კრიმინალურ სინდიკატის ინტერესებს რუსეთში, ის ზათარშო თავისიანებიც კი დათმობს. ანუ ამ შემთხვევაში ის დაბალი რანგის ფეოდალია და აი ამ სურათს
ვაკვირდებით ჩვენ და ის რაც გაუკეთა ღარიბაშვილს ფაქტია რომ ეს არის რაღაცა დასჯის მეთოდები გახსოვთ ალბათ დათა თუთაშხეაში არქიპოსიტური ერთ-ერთ თავის თქვა თანასოფლებს რო ჩაჯის და რატო ჯის რომ იმიტომ რომ შიში გაჩნდესო და აი ეს არის რა ანუ ჯის არ ვიცი არ ამგონია ღარიბაშვილს ისეთი რამე დაეშავებინო რაც არ იცოდა ივანიშვილმა მანამდე მაგრამ ჯის იმიტომ რომ ყველას ეშინოდეს რომ ნებისმიერი შეიძლება დაისაჯოს და პირველად რო გაუშვა და მეორედ რომ უაბრუნა მე მაშინ ანუ ყოველთვის იცოდე და ჩვენ რაც იცოდა თქვენი ჟურნალისტური გამოძიება ყვებოდა პირველის სხვა რაღაცა ინფორმაციები ვრცელდება და ეს ყველაფერი კარგად იცოდა, მასაც უნდა ცოდნა, მაგრამ ჯის, იმიტომ რომ ესე აწყობს, იმიტომ რომ ეს არის ფეოდალური, ეს არის არქიპოსეტურიზმის გავსი ტიპაჟი, რომელსაც უნდა რომ დასაჯოს ერთი, იმიტომ რომ ყველა დანარჩენს უნდა ქონდეს შიშის მოლოდინი, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს ეს შემდეგი. და რომელი იქნება ეს არ ვიცით, ეს იქნება საშუალო რანგის, მაღალი რანგის თუ რიგითი ადამიანი და ესეთებს ხედავ ჩვენ. შერჩევითად მიდის დაპატიმრებები, ხო? თორე რეალურად არც ერთი კორუფციული სქემა გახსნილი არ არის. აი, ახერხებს ამას ბატონ დიმიტრი, რომ შიში დათესოს, თუნდაც იმ თავის მომხრეებში და ფაქტია რომ თესავს და ჩვენ ხედავთ რომ რაღაცნაირად შიშით კონსოლიდირებული სისტემა ჩამოყალიბდა. შიშზე კონსოლიდირებული არის, ну ფინანსებიც აქვს მათაც და ამას დავარქვი ხალხის გაღარიბების ხარჯზე ფერარის სურვილით, ანუ ქართული ოცნება რომელიც ნიშნავს რომ თუ მყავს პორშე ვიყიდო ფერარი. დაახლოებით ეს არის ქართული ოცნება, დღევანდელი მათი სახე და მათი სურვილი და შესაბამისად ნუ როგორც ჩანს ეს მუშაობს. მუშაობს იმიტომ რომ არის ოღონდ ესეც არის რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა იყოს, რატო დასაჯა ღარიბაშვილი და არ დასაჯა რაღაცა მაგალითად, მაგრამ აი რა კუთხით მუშაობს ზუსტად ეს არის საინტერესო. მაგირო იცოდე ალბათ გაქრებოდა. არა, ეშინიათ იმის და აღარ მოიპარავენ ფულს და კორუფცია აღარ იქნება, იმიტომ რომ ამაზე დგას ქართული ოცნება. მოიპარავენ კიდევ ერთხელ ჩვენ ხო ვიცით რომ არც ერთი კორუფციული სქემა საბოლოო ჯამში გახსნილი არა. ადამიანები დაიჭირეს კორუფციაზე, მაგალითად სუსის ხელმძღვანელი დაიჭირეს კოლ-ცენტრის ფარველობაზე, ოღონდ კოლ-ცენტრი სად არის არ ვიცით დღემდე. თუ კოლ-ცენტრი არ არის აღმოჩენილი და არ არის დადგენილი, მაშინ ის რის ფარველობაზე ის ხო? რეალურად ეს ყველა სქემა კოლ-ცენტრი იქნება, კორუფციული სქემები, ფულის გათეთრების სქემები, ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობდა, თუნდაც ერთი ან მეორე. ღარიბაშვილს რა ფული ამოუღეს, ეს ფული სად არის? ოქროზოდები სად არის? ბრილიანტები სად არის? ყერო მისცა საჩუქრად თავის ცოლს, ეს სად არის? მაგრამ ნახეთ რა რის თქმა მინდა, პრემიერ-მინისტრი არ შეიძლება ერთი ადამიანი თვითონ ათეთრებდეს ფულს. ეს ხო არა რომ ერთმა ადამიანმა თავისით გააკეთა რაღაც. ეს არის მთელი ინფრასტრუქტურა, ეს არის ადამიანები, ეს არის ჯგუფები, ეს არის ფინანსური რაღაცა ინსტიტუტები, რომელიღაც შეიძლება მცირე რაღაცა საკრედიტო ორგანიზაცია იყოს ან რაღაცა ოფშორული კომპანია იყოს. ეს ყველაფერი თუ დაუმტკიცდა ამ ადამიანს და აღიარა რომ ამ ფული გაათეთრა და აღიარა როგორც იძახიან, ხო? მაშინ ეს სქემა სად არის? ეს სქემა თუ არ აღმოჩნდა, ეს სქემა შენარჩუნებულია, უბრალოდ შეცვლილი ადამიანი, დასჯილი ადამიანი, არ ვიცით რატო, როგორც ამბობენ, ჭორად ეს არის, იმიტომ რომ წილების არასწორი განაწილება მოხდა, ანუ სახში რამდენი წაიღო და საერთოში რამდენი მიიტანა, შეიძლება ეს წილობრივი გადანაწილება შეიცვალა ახლა და სხვანაირი იქნება, მაგრამ რეალურად სქემები რო იგივეა, ფაქტია, არც ერთი ახალი კოლ-ცენტრი ჩვენ არ დაგვინახია აღმოჩენილი ან რაღაცა სპეცოპერაცია ჩატარებული. ერთადერთი რასაც ხედავთ ნარკოტიკების კუთხით მიმდინარეობს პროცესები პერიოდულად, ეს არ ვიცი, იმედი მაქვს რომ რა მანდ მაინც არის ძალიან პოზიტიური ცვლილებები, იმიტომ რომ ძალიან მართლა ძალიან ბევრი ნარკოტიკი ამოღებული. ყველა სხვა შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ ეს არის უბრალოდ ტრანსფორმაცია ლიდერების და არა თვითონ პროცესის. ამ ვითარებაში ეს არის კიდევ ერთხელ ფეოდალური სისტემა, ამ ფეოდალმა გადაწყვიტა რომ დღეს ღარიბაშვილი მისთვის მიუღებელი, არის სხვადასხვა მისი სუბიექტური ასე ვთქვათ გადაწყვეტილებით, მის მიერ ჩამოყალიბებული სამართლის პრინციპებით, ანუ თავის-თავში ჩამოყალიბებული სამართლის პრინციპებით და ის არა ავტოკრატიული კანონებით მოქმედებს, არა საკუთარი სოფხედველობით მოქმედებს და ქვეყანას მართავს არა ინსტიტუციურად, რაც ავტოკრატიაში ჩვეულებრივი, ანუ ავტოკრატიაც ინსტიტუციურად იმართება, არამედ თავისი პირადი შეხედულებებით. სასამართლო იმოქმედებს არა ისე როგორც ვთქვათ პირობითად მათ მიერ შექმნილ სისტემამ დაადგინა, როდის უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილის სასამართლო, არამედ იმიტომ რომ ბიძინამ გადაწყვიტა რომ ეს უნდა ყოფილიყო 12-ში და ჩატარდა 12-ში თუ აი ეს ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ხო თქვა რომ ბიძინა ივანიშვილის სულ მართალია, აი საოცარი აღიარება. მას თავისი სიმართლე აქვს, თავისი სამართალი აქვს, ამაში მდგომარეობს მისი ფეოდალიზმი და ოღონდ პროვინციალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისთავად არ არის, ის ვიღაცა რეალურად პოლკოვნიკის ან ვიცე-პოლკოვნიკის გავლენის ქვეშ არის და კრემლის ქვეშაც არა, უფრო სამწუხაროდ ზუსტად ფსბ-ს პოლკოვნიკის და ვიცე-პოლკოვნიკის კონტროლ ქვეშ არის გადასული და მათ შემთხვევაში ის დაქვემდებარებული. აი აქ მივედი ჩვენ დღეს. სამწუხაროდ დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი, მადლობა დიმიტრი ცქიტიშვილი.